მიიღებს თუ არა საქართველოს აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მოცულობებს არსებული შეღავათიანი ფასით ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აქციების დასაშლად წყლის ჭაუში გარკვეული ნივთიერება გარეული იყო, თუმცა არა კამიტი გამოძიება და ადგენს, რამე აკრძალულ შეიცავდა თუ არა ეს ფხვნილი, ამბობს კობახიძე. სამიკის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიების 307 მილიონიან ინვესტიციას ბუნებრივი გაზის ტარიფზე გავლენა იქნება. აშჯორჯია დირსის მეორე ფაზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 25 სართულიანი მულტიფუნქციური და 6 სართულიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობას მოიაზრებს. პირად და საკუთარი კომპანიების ანგარიშებზე 3,5 მილიონის გადარიცხვის და ბინების მესამე პირებზე გადაყიდვის ბრალდებით ისანი კომფორტის 59,9%-იანი წილის მფლობელი დააკავეს. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას ღირს მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიაში ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. ტარიფის კორექტირებამდე სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 5 წლიანი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. მოსალოდნელია თუ არა ტარიფების ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე. დავით ნარმანიაკ პასუხობს, რომ წლის ბოლომდე მოხდება ახალი ტარიფის დამტკიცება. მისი შეფასებით ზრდა იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი არა. ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიების მხრიდან, ეს ინვესტიციები ხდება ტარიფის შემადგენელი ნაწილი და ზუსტად ახლა მიმდინარეობს სემეკში სატარიფო წარმოება, რომლის ფარგლებშიც იქნება ტარიფის კორექტირებული ტარიფი დამტკიცდება მიმდინარე წლის ბოლომდე. არსებით ზრდას არ ველოდებით, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელებაც გამიჭირდება, ვინაიდან სწორედ ჩვენ ახლა ვართ ამ ახალი ტარიფის კალკულაციის პროცესში, სადაც ხდება კომპანიების ხარჯების, მათი საოპერაციო ხარჯების მაქსიმალურად დაწურვა და სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისევე როგორც ინვესტიციების ნაწილში მხოლოდ უსაფრთხოებისთვის და ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე აუცილებელი ინვესტიციებს ვითანხმებთ. აქედან გამომდინარე ამ პროცესების დასრულების შემდეგ შესაბამის მონაცემებს ჩავსვამთ ბუნებრივი აირის ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში და მივიღებთ ტარიფებს. ყველა არეალში არ ხდება ტარიფის გადახედვა და კორექტირებები ყველგან არ უწევს, მაგრამ იქ სადაც უწევს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმას, რომ იქნება მცირედი კორექტირება, თუმცა არსებით ზრდას არ ველოდებით. მიიღებს თუ არა საქართველოს აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მოცულობებს არსებული შეღავათიანი პირობებით. აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის მიღების პირობებზე 2026 წელს იწურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები აზერბაიჯანულ მხარესთან გაიმართება, თუმცა არსებული ინფორმაციის წინასწარი მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით საქართველოს გაზს ორი შეთანხმებით იღებს. ერთი ოფიციური გაზია და აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5% შეადგენს, ხოლო მეორე დამატებითი გაზია, რაც დღის მდგომარეობით ყოველწლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. სწორედ ამ შეთანხმების გადახედვის საკითხი დადგება მომავალ წელს დღის წესრიგში. თუკი არსებული პირობების შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ეს შესაძლოა გაზის ტარიფებზე უარყოფით დაისახოს. უფრო მეტ დეტალს ეკა გაზდელიანი გვეტყვის, რომელმაც ენერგეტიკოსების შეფასებები მოისმინა, ეკა გისმით. გამარჯობა ანუკა, არსებობს რისკები იმისა, რომ გაზის სამხრეთის კორიდორის ფარგლებში ამავე პირობებზე შეთანხმება ვეღარ მოხერხდეს, რაც გაზის ტარიფებზეც აისახება, ასეთია ენერგეტიკოსების მოლოდინი. გეტყვით, რომ მოქმედი ხელშეკრულებებით საქართველოს შეღავათიან ფასებში იღებს გაზის სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტიდან გაზს. დღეისთვის ძალაშია ორი კონტრაქტი, ერთი ეს არის ოფიციური გაზის, რაც გაზის ტრანზიტის მოცულობასთან არის უშუალოდ დაკავშირებული და დამატებითი გაზის კონტრაქტი. ოფიციური გაზის კონტრაქტის საშუალებას იძლევა მივიღოთ გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. პირველი კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე, ხოლო დამატებითი გაზის ყიდვა გაყიდვის კონტრაქტს ვადა უკვე 2026 წელს ეწურება. ამ კონტრაქტით საქართველოს 500 მილიონ კუბურ მეტრი გაზს იღებს, რაც ჩვენი მოხმარების დაახლოებით მე-6-ია. მისი ფასის ცვლილება კი მოსალოდნელია, რომ აისახება გაზის ადგილობრივ ტარიფებზეც. დღეს საქართველოს გაზის მოხმარება დაახლოებით 3 მილიონი კუბური მეტრია. ამ მოხმარების ბალანსი შედგება სამხრეთ კავკასიური მილსადენით გატარებული გაზის 5%-ისგან, ასევე შეღავათიანი დამატებითი გაზის მოცულობისგან, რომელიც როგორც თქვით 500 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს და ასევე კომერციული გაზის
გაზისგან, რომელიც მთავრობას უწევს, რომ უფრო მაღალ საბაზრო ფასად შეიძინოს, თუმცა ამ სამი წყაროდან მიღებული მოცულობებით მთავრობა ცდილობს, რომ გაზის ფასი დააბალანსოს და მოსახლეობას ბიზნესისგან განსხვავებით დაბალი ფასი გადაახტავინოს. პირობები არის ძალიან შეღავათიანი და ეს გაპირობებულია იმ ფასებით, რაც იყო იმ ხელშეკრულების დადების დროს. მას შემდეგ ფასები გაიზარდა 4-ჯერ და მეტად. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კომერციული გაზი, რომლის შესყიდვაც მოგვიწევს, ისეთივე პირობებით მოგვაწოდოს აზერბაიჯანმა, მით უმეტეს, როდესაც მას აქვს დადებული ხელშეკრულებები ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან გაზის მიწოდებაზე და თვითონ არ აქვს ზედმეტი გაზი, რომ ესე საქველმოქმედო მიზნებით მიაწოდოს ვინმეს. ჩვენ ვიღებდით უკიდურესად შეღავათიანი ფასით, ხა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც 70-75 შეიძლება დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. ესეთი ფასი შეუძლებელია, რომ გაგრძელდეს და სავარაუდო განსხვავება, მე მგონი 100-120 მილიონი დოლარი იქნება ყოველწლიური, რაც ჩვენ დამატებით უნდა გავიღოთ იმ გაზში. საკმაოდ წონადი რაოდენობა გახლავთ ეს 500 მილიონი და ამიტომ არის, რომ უკვე დიდი ხანია მინის მსჯელობა და მოლაპარაკება, რომ მოხერხდეს აი ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ვინაიდან ამ ხელშეკრულებას უკვე ვადა უმთავრდება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ამაზე, წინასწრებშიაც მიდიოდა საუბარი და ეხლაც მიმდინარეობს ქმედებები აზერბაიჯანის მხარესთან, რომ მოხერხდეს ამ რაოდენობის გაზის დატოვება, ну, ბუნებრივია შესაბამის ფასად. ფიქრობ, რომ არის საშუალება იმისა, რომ სამომხმარებლო ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს, თუ ვერ მოხერხდა აი ამ ხელშეკრულების გაგრძელება. ფიქრობ, რომ მიიხდება შეიძლება აი ამ ხელშეკრულების საუბარი და მისი გაგრძელება და რომ არ ვერ მოხერხდეს აი ამ 500 მილიონის დატოვება იმ ფასადაც დაძებულო. არ მგონია, რომ კატასტროფა შეიქმნა სამომხმარებლო ტარიფებში. რაც შეეხება ოფციური გაზის კონტრაქტს, როგორც გითხარით, ეს კონტრაქტი 2066 წლამდე გრძელდება და აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5%-ის მიღებას ითვალისწინებს. შესაბამისად, რაც უფრო გაიზრდება გატარების მოცულობა, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის მისაღები გაზის მოცულობაც. დღეს ამ ოფიციალური მიღებული პროცენტის მოცულობა დაახლოებით 1000-1400 კუბური მეტრის ფარგლებშია და თუკი ევროპის და თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, საქართველო უფრო მეტ გაზს მიიღებს გატარების საფასურად, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ დამატებითი გაზის მოცულობების გაუარესებული პირობებიც დააბალანსოს. 2026 წლისთვის დაანონსებული იყო 25 მილიარდი კუბური მეტრის გატარება, თუმცა ჯერჯერობით ამ მოცულობების მიღწევა დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. და 5-ზე ნუ გაჭირებით შეიძლება ალბათ ავიდნენ, არ ვიცი, ხა 24 არის მაქსიმალური გამტარებლობა. უფრო იმედი სხვა რამეზეა. თუ კი მოხდება ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის არსებითი ხელშეკრულების მიღწევა, შეთანხმების მიღწევა, 10 მილიარდით უნდა გაიზარდოს გაზის გამტარებლობა და ეს თუ მოხდა, მაშინ ეს მეტნაკლებად კი არა, სრულად დააკომპენსირებს იმ დანარკას, რაც ახლა დამატებითი გაზის დანაკლისით მოგვადგება. ამას სჭირდება ინვესტიცია, ამას სჭირდება შეთანხმებები, ეს ჯერჯერობით ვერ განხორციელდა და ამ ეტაპზე, ამ წუთში ამის წინაპირობები და მოლაპარაკებების შესახებ არ ვიცი. ჩვენ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრსაც ვკითხეთ, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და რა პირობებზე იქნება შესაძლებელი შეთანხმება, მოხდება თუ არა დამატებითი მოცულობების შეღავათიან ფასად მიღება, რაზეც ირაკლი კობახიცემ გვიპასუხა, რომ კონსულტაციები მომავალ წელს გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება. მადლობა ეკა გაზდელიანი იყო, რომელმაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დამატებითი გაზის მოცულობების მიღების შეთანხმებაზე შეფასებები გაგვცნო. საქმის კურსი 17 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.